გამარჯობა, მოგესალმებით პირდაპირ ეთერში. ჩვენ ვართ ბაუ კლინიკაში, სადაც ეხლა ხანს გამოწერეს ქალბატონი, რომელიც დაშავდა გუშინ ხელვაჩაუში სპეცოპერაციის დროს. მართალია, დაახლოებით 9 საათის წინ აცხადებდა შს მინისტრი გეკა გელაძე, რომ გაწერილია ქალბატონი კლინიკიდან, მაგრამ აი ეხლა ხანს გამოიყვანეს ქალბატონი კლინიკიდან. ეს არის ქალბატონი თამარ მიქელაძე. გამარჯობა ქალბატონი თამარ. ბათუმელების პირდაპირ ეთერში ვართ. თქვენ დაშავდით გუშინ სპეცოპერაციის დროს, ხო რომ მოგიყვეთ ზუსტად რა მოხდა კონკრეტულად? წუხები ღამე იქნებოდა 3 საათი. კარებზე მომეცნა მაგარი ხويس, იგი მაგარი დარტყმები და რომელი ხარ მეთქი პოლიცია ვარ, კარები გაგვეცენეთ. თან ამ კარებს არ ხამენ, მაგრამ ეხლავე გესვეტებით ხალი ვარ, ავდგები საწულიდან და გაგიღებ კარებს. ამ დროს თქვენი შვილი ყავით მარტო სახლში, ხო? ქუჩა დუმბაძე. მე თალკევსკი ვარ, ის მისოთახი რა თქმა უნდა. აჭარისტები. არა, ბათუმელები, online გამოცემა ბათუმელები. დიახ. ბათუმელი ტელევიზია. ისა. ჰენრი. სადა სავატყოფოში რა? ბაუ სავატყოფო. დიახ. ხო. უკვე ეს რომ პოლიცია ვარ გაავენ კარები და ამ ბიჭმასთან მითხარი მე წადი ხაიცი და ისე გახსენი კარები. ხოდა კიდევ მეთქი უთხრა ამასაც რომ უთხარი და ამ ჩემი უკვე ძმა და კარებთან მივედი და კარები უკვე ვეღარ გავხსენ. არ გე. დაზიანებული იყო უკვე სახელური? სახელური გასაგები ვეღარ გავხსენი უკვე და კარები არ იხსნება მეთქი აგენტო და როგორ თუ არ იხსნება და თან მოარტყეს უკვე ამ ფანჯრის ორმა პოლიციელმა თვით გადმოვხდა. საიდან ფანჯრიდან? ფანჯრიდან პირდაპირ ესე ის დაბლავზე ვარ და პირდაპირ ბალკონზე პირველ სართულზე გადმოვხდა ოთახი. აქედან რომ ესენი შემოვიდნენ უკვე და პოლიციელები შევიდნენ ამ ბავშვს და უკვე გარეთიდანაც გავიგონეს ხმა ვიღაცა ამ ფანჯრაზე მოარტყა და გევიქეთ და ვეხმეტები რომ დედაშვილურად გეხმეტები ნაკირავებში ვარ და ვინაც მივიღარავეთ რომ ყველაფერს მე მისი ხარჯია რომ მეთქი და ამის იმაში უკვე ეს ბავშვს ორივე პოლიციელმა დაიტირეს ეს ლოგინიდან აციეს დაიტირეს ხოდა მე უკვე თან შევედი ამ ბავშვის ოთახიდან ერთი პოლიციელი ფანჯარა გაეტეხა და იდგა ფანჯარაზე პოლიციელი არ იყო ის შავი მასკით იმალი და გადაგებული ქრისტალით თუ რაღაცა და რამდენი პირი შემოვიდა ამ დროს უკვე ოთახში? ესე იგი 7-8 ალბათ და გარეთ კიდე რამდენიმე იყო, ხო? კლუბში ბევრი იყო ეს მე აღარ დამინახია უკვე და 7-8 რომ უკვე აზე მომიყვანეს სასწრაფოს იმაჯინე მაშინ დავინახე და თუ გასულები იყვნენ არ ვიცი ხოდა ეს რომ უკვე ამ ფანჯარა რომ გატეხეს ამ ერთმა რომ დადგა ამაზე რასაკეთებ მე კიდევ უცხო რასაკეთებ გესვეტებით ნუ მაზიანებ მეთქი და გაჩერდი თუ რომ გესვრიო ფანჯარაზე გარდა მეუბნება რასიდან მეთქი უცხო რა დავახერე 78 წლის ხარ თუ უნდა მესროლი არ გავბლო აგერა ჩემი შვილი თუ პირამე დანაშაულია მეთქი უცხარი ორივე აგერ ვარ და გასულ რა დააშავა ისე რა გითხრეს? აგერ არაფერს არ მეუბნებიან ესე იგი მარტომა მე უკან კიდე დაბლა ფანჯრის დაბლა რომ ვიღაცა პოლიციელი გაისე ამ ფორმატით ჩათმული მასკი ეს ეუბნება არ გააკეთო მაგრამ ახლა რა არ გააკეთო რა არ ამას უკვე ვერ ხდებოდა ამ ბიჭმა კიდე გადი ქალბატონო თუ გესვრიო და ამას ასე მოუყიდე და დედაშვილო რომ შეშვიდე და არტყავს მე ნუ მაზარალე თუ სასრულია მესროლე მაგრამ ნუ მაზარალე მე ამის თქმა და პირად დასრულა მე ეს ყურები და რა პრობლემა კარგი გამიშვა ეს ორდერი გაჩვენეს. ან გაისროლა ესროლა ორდერი თუ გაჩვენეს ორდერი. ეს რომ გაისროლა ბიჭმა ეყირა რასაკეთებ დედაშვილს და უკა ფაჯრი და დაუზახეს რატომ გააკეთე ალბათ რომ რატომ ისროლს ეს რომ კოთა მესროლა და ფეხებთან ნახე რომ სიზრდა სიობეთი აღარაფერი ალბათ მე უკვე სასტრაფო იყო ან გონება დაკარგეთ ან ხო მე უკვე სასტრაფო იყო და სასტრაფო რომ მოვიდა უკვე და უყურებაში ვიყავი ან ის ვერსია რაც ჩვენ მოვისვირეთ მათ შორის ეხა უკვე გეკა გელაძე ამბობდა იმაზე რომ მინის დამსხვრევები მოხდაო ეს არ არის სწორი გასროლა ნახდა აი ჩემი შვილი ცოცხალი არ მენახოს თუ ნახდად გასროლა და მინის დამსხვრევები როგორ იქნება რომ მეტყობა ის რაც არის აი ასეთი მაქვს აი რომელია საათი ნახება ახლა საბავშვობაში ვაგიგებ და უკვე გაწეიდა დიდი გალაპარაკები ახლა არის 3:09 ღამ ვილო არ ვიცი ვიყავი გატიფული ზაირას არ შემოუშვა სახე მაგი კი არა ოქრო მქონდა ლომბარდიდან გამოვიტანე 10 წლის წინ და ის ოქრო აღარა 20 გრამიანი ცეფი აღარა ზაირას უთხარი დემიტი ამადა დიდი მაისუნკა цаრიელი აგერ цаრიელი გაწერილი გვაქვს მაგაზეც და რეკილი გვაქვს ადვო იმაზე
ამ თქვენ ახლა მოითხოვთ ექსპერტიზას, რომ ეს ჩაგიდადეს ექსპერტიზა. არ გავუშვებდი, იმიტომ რომ მე ამისთან არაფერი არ დამიშავებია ხო. შვერს წინააღმდეგობა არ გავუწევია. შევადე პირდაპირ აი მაგრამ და ქალს რო რა გავაკეთე ამისთან რა. მე ხვდები რომ ნუ მაგიანებ, ნუ მაგალეთ რომ გურივა. ამის შეხვედრის გამოვიდა მესროლო და ქართულო. და ამას რატომ ეუბნებოდი, რა დააზიანეს მანამდე? შეხვიდეთ ხო აღარ წეკნები, აღარ ფაგირები და არ თერაპია ყველაფერი დაამთავრა. ყველაფერი დაამთავრა და მე ხვდები ნუ მაგალეთ რომ მე გურივა და მე ცუდოა მე და ამის გამო მესროლებ. თქვენ რამდენი წელია რაც ამ ნაკრებებში ცხოვრობ? ერთი წელია. რატომ მოგიწიათ ნაკრებებში ცხოვრება? რატო და ზაფხულის თვე იყვათ იქნებოდა და ივნისის თვე თურქეთში გოგო ყავს გათხოვილი და ჩამოვიდნენ აქ ქვის ცეხი გახსნა. ისევ თარაბიზეებში ბეტონშკირიზე სამშენებლო ერთი 6-7 თვე იმუშავეთ. მე რომ უკვე აღარ წევი და იმისთანა გაყიდვები და იგერი დატოვეს იგი ჩემი სიძე და გოგო წავიდნენ თურქეთში და ეს ბეტონები კი არ ცოტა კიდე ადარჩენილი გასაყიდ. და ახლა გონიოში ერთოთახიანი ბინა მქონდა და ის ვერ მოვთავსებოდი. თან გონიოსთან აქსიარული უფრო ძნელი იყო და ეს ახლოსა. ის დამუშავა. ის გავა შანიძის ჩიხი ხო ხოლმე ჩაურჩე ხა სადაც ხო. მაგარი მუსულა. თორე აქ 60-ხიანი მქონდა გონიოში ერთოთახიანი ვარ და რომ ვერ მოვთავსებოდი. აქედან ასე თან ახლოს იყო და სამუშაოები. ამის გამო ვიქირავე რა ხან ერთი გარი კონტრაქტი მქონდა ქალთან გადებული აღარ გავა უქმესი მაისი მითავდება ერთი წელი და გავა ერთი წელი და მე უკვე დავალაკიდან დინიდან და ჩამოვიდა გამოკობარები ქვეშნუ ზედავებიან სავარაუდოდ ქურდული სამყაროს წევრებს რა უბრალოდ რომ სასწრაფოდ უნდა გადავეღონე მითხარი ჩემში რა ამისანა და რასაული მე მითხარი არ იმალებოდა არცად არ გასწევდა იყო სახში ბავშვი რა ქურდობის შესაძლოა კაი მეთქი უხარი სამი შვილი გავზარდე უმამო და უბრალოდ ერთი მეზობელთანაც პროსტაში არაფერი არ მოუყარია და ამ ხნის ვიტყვათ რამე მოიპარა ალბათ კაიდე და არ ვარ ისე და არ ვარ მეთქი უხარ და წამომიყვანე სასწრაფოდ შვილი აღარ დამიტყავე და კეთილმა რა დროში გითხრას რომ შეგიძლიათ უკვე გაგიწეროთ რა აღარ გჭირდება სხვა სახის დამიმუშავეთ და იგი 1 საათი იქნებოდა აკრომოვედი 5:30 იქნებოდა 5-იდან ალბათ გამთენიო შეიძლება დაფუჭდეს ასე უხარი კი მარა რა მქონდა რომ ფეხები მათ გამოსუჩებლებს მალევინებდნენ და საწავიდი ამის აქვე მოითხოვეთ თქვენ ექსპერტიზის ჩატარება რომ ჩაკიდალებოდოთ ექსპერტიზა შვილებმა მოითხოვეს შვილები მე ისეთი ვარ რომ ჩემი გულის პრობლემები ვარ ბევრი ლაპარაკი არ შემიძლია და რომ კიდე ცუდად არ გავსტარიყავი დატოვეთ კლინიკა ხო? და ეს გასროლა ერთხელ იყო, ერთხელ გაისროლა ამ სპეცრაზმელმა? ერთი თამესმის ყურები, ის ყურები კიდე ერთი გასროლა მაქვს. ერთი გასროლა. პისტოლეტიდან გაისროლა თუ იცით? ეს გადაკიდული შავი რაღაცა კონდა, შავი მასკა და შავი პისტოლეტი თუ რა არის, რა ვიცი, მე ჯერ და მინახავს რომ ეს შავი. ესე იგი დიდი იგილი გადაკიდული და ეს რომ გესურიო რომ ის რატომ უნდა მესროლო? ნუ ღარმა და ნუ მაზიანებ მე კიდევ ერთ გადიქურე გესურიო და მეორე პრობლემა ასე ვხარი რატომ უნდა მესროლო შვილო რას ვაჩავებ და თან გასროლოთ ერთი დაუყურეთ და ეს ნასროლი მოხდა თქვენ ამ დაგაზიანებთ. პირდაპირ ესე იგი ეს ნასროლი ასე ხო მარკეტებუნებული ხავი პირდაპირ რომ მესროლოთ პირდაპირ ამფერხია. ამ გასროლის შედეგად ხომ არ ჩამოიმსვრა თქვა მინა ან რამე ხარ დაზიანდა და ამ დროს. მინა ადრეგატეხე და შემოწვდნენ აქ ზალიდანაც შემოწვდნენ იქიდან. ანუ კარებიდან ვერ შემოვიდნენ როგორც გავიგე, იმიტომ რომ სახელური დააზიანეს თვითონ და მე თავად შემოვიდნენ ფანჯრიდან, ხო? ამ დროს დაზიანდა ფანჯარი. ახლა საძინები ფანჯრიდან. ორი ფანჯარა თუ დამსწრეული. და ამის შემდეგ რა დაახო რამდენი წუთში მოხდა ეს გასროლა? ალბათ იქნებოდა 10 წუთი არ იქნებოდა, არა 10 წუთი არ იქნებოდა გასროლის. იმიტომ რომ არ დამიდახნია, უბრალოდ ესე იგი ვერ დავიდახე რომ ან ხაზე იკავინო მაინც ჩამოსულიყო რომ რაღაცა ვერტი დამიგომოდა. უთავებად მოხდა. აქეთ რომ ფანჯრები შემოვიდა. კარებს ვერ მიმადროეთ მე რომ ხარი ამის ხადა ძალი ფანჯრები ჩამოვარდა, ფლიანად ჩამოვარდა ფანჯრები. ესეთი ფანჯრები რომ ჩამოვარდეს და პოლიციელებმა გადმოვარდნენ, ამ ბავშვს რომ შევარდე. დედიკო ნუ გეშინია ამან დამიდახა და ეს ფანჯრები შემოწვა გარეთ ამხარიდან ისევ ამ შავი მასკებით გაკეთებული, მაგრამ შემოამდრია თან მე უკვე შევედიოთ ამ. და დამკაი ფანჯრებთან არ მოხვიდე გესრი და თქვენი შვილი მალევე დააკავეს, თქვენ შეესწარით ამას. ერთად ვიყავით ხოლმე, შევედიოთ ასე თან ეგრევე.
ამ დააკავეს ეგრევე ხელბურგილები დაადეს? იგი მქონდა რაღაცა შეგულებრივად რაღაცა გაუკეთეს და გამჭრა ხელი მეთქინა რომ შეუძვალეს. ის იგი ნაუშნიკები არ გაუკეთებდეს რაღაცა იგი. ხო, შნურიკები. ჭრეკა ჩაატარეს ამ დროს, ხო, ბინაში? კი, რა თქმა უნდა და ოქროს გამიქრეო. და ამ დროს ხოდა თქვენი სეთქვარი რაღაცა მიმართვა, ხო, როცა მიმართვა რომ არ დამიზიანოთ ნივთები ვარ ნახევარ ბინაში. მაგათ მე რაიმე მე ამ გამერტიო. ან ჩემთვის რაიმე ეთქვა, მერტმა არც თქვენ შვილს არ გაუწევი არანაირი წინამორბედობა? აი, ჩემი შვილი, მაიშვილი, მე ხუთქარები არ მანახავს ამ ხელას იყოს ვამბობ. გამოძიება ამ დრომდე დაწყებული არ არის თქვენი ამ შემთხვევაზე. ეს რას ნიშნავს თქვენთვის, რომ ამ დრომდე თქვენ რისგან მიიღეთ ეს დაზიანება? მაგას ვითხოვდით, მაგის გამო ყავდა ეს გადაღებები და მაგის გამო იყო ეს მიტინგები შეთავაზეს, რომ ვიქრა რის გამო ჩაუკეთეთ საყვარება. არა, ეს კიდე ცალკე ამბავია, ეხლა უკვე მას ბრალი წარუდგინეს, მაგრამ თქვენ შემთხვევაზე თქვენ ფეხი რატომ დაგიზიანდათ, რამ განაპირობა ეს? ამაზე გამოძიება არ დაიწყო, ეს არ იწყება და ეს რას ნიშნავს? ხო. მაგრამ თქვენ ითხოვთ გამოძიებას. მადლობა და ჯანმრთელობას გისურვებთ. ეს იყო თამარ მიქელაძე, რომელიც გუშინ დაშავდა ხელოთ ჩაუშვეს სპეცოპერაციის დროს. მას დაუზიანდა ფეხი, როგორც ავადმყოფს მას ესროლა სპეცრაზმელმა ამ სპეცოპერაციის ჩატარების დროს. თუმცა ჩვენ ცოტა ხნის წინ ასევე ვისმენდით შუა მინისტრის ბრიფინგზე გაკეთებულ გამარტებას. ის ამბობდა, რომ ქალბატონი უკვე გაწერილია კლინიკიდან, თუმცა ეს ახლა გამოწერეს სულ რამდენიმე წუთის წინ ამ კლინიკიდან და მეორე მთავარი ამბავი არის ის, რომ გამოძიების ჩატარების გარეშე, კონკრეტული ექსპერტიზის გარეშე ამბობს მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, რომ ეს იყო მინისტრის დამსწრებისგან მიყენებული ჭრილობა და არა გასროლის შედეგად. ყველაზე ლოგიკური შეკითხვა ამ დროს რატომ არ იწყება გამოძიება ამ შემთხვევაში რომ დადგინდეს რისგან მიიღო დაზიანება ქალბატონმა თამარ მიქელაძემ ამ შეკითხვაზე პასუხი არ გაუწია შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას ამ დრომდე გამოძიების დაწყების შესახებ სამართალდამცავი უწყებები არ აკეთებენ არანაირ განმარტებას და ცხადია არც ექსპერტიზა არ ჩატარებულა. ოჯახი დღეს დილიდან ითხოვს რომ ჩატარდეს ექსპერტიზა, თუმცა მის ჩატარება ვერ მოხერხდა კლინიკის ტერიტორიაზე. გაურკვეველი ადმინისტრაციის პასუხი რატომ ვერ მოხერხდა ეს? დიახ, თქვენ ხართ რძალი, ხო, თამარ მიქელაძის? რძალი ვარ, მე ვიქხოვ რა მდგომარეობაშიც გამატანეს ახლა დედამთილი. ველოდები პასუხს, მივდივარ სამმართველოში და ვიქხოვ არის პოლიციის სამმართველოში. დიახ, ვივდივართ მაგ. თუ შეიძლება შესაძლებელი თუ გექნებათ შეგიძლიათ რომ გამოვხოთ ეს საქმე ასე არ დარჩება ვიქხოვ გამოძიებას და ექსპერტიზას დღეს გამოძიება არ დაიწყება მე თვითონ მიყავს ექსპერტიზაზე და იქ ვადგენ შემდეგ იქაც თუ არ მოისყიდეს რა თქმა უნდა თუ არ გაგვიყალბეთ არ თქვენი ძალებით შეეცდებით რომ ჩაატაროთ ექსპერტიზა თუ თავად არ დაიწყეს გამოძიება ხო მე თვითონ მიყავს ექსპერტიზაზე არ გამოძიების დაწყების მოთხოვნით გადადიხართ ეხლა თქვენ პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან. ვიქხოვთ გამოძიება დაიწყოს. მადლობა. ასეთია გამარტებები ამ დროისთვის ბაუს კლინიკასთან, სადაც ეს სუთია გამოწერეს თამარ მიქელაძე, ეს ის ქალია, რომელიც დაშავდა გუშინ ხელოთ ჩაუშვი სპეცოპერაციის დროს. გუშინ ღამის საათებში ჩაატარა შინაგან საქმეთა სამინისტრომ სუსთან ერთად სპეცოპერაცია ხელოთ ჩაუშვი დაკავებულია არაერთი პირი, მათ შორის ერთ-ერთი დაკავებული არის ხვიჩა დუმბაძე და სწორედ მისი დედა არის თამარ მიქელაძე, რომელიც დაშავდა ამ სპეცოპერაციის დროს. თავად ამბობს, რომ მას ესროლა სპეცრაზმელმა, ერთი თვის გასროლის ხმა გავიგონებოდა, მე უკვე აღარ მახსოვს რა მოხდაო. ასე ყოფილა ჩვენს პირდაპირ ეთერში თამარ მიქელაძე ამ სპეცოპერაციის დეტალებს. საინტერესოა თავად კლინიკის პოლიცია ბაუს კლინიკაში გადმოიყვანეს დაშავებული გუშინ ღამითვე. თავდაპირველად კლინიკამ განაცხადა, რომ მართლაც ეს ჭრილობა უკავშირდება დიდი ალბათობით მინისტრის დამსწრეებს და არა ცეცხლსროლი იარაღის გასროლას, თუმცა მას შემდეგ რაც აქ მოვიდით ჟურნალისტებთან უკვე ექიმმა განაცხადა, რომ ის არ გამორიცხავს იმას, რომ ეს დაშავება შეიძლება უკავშირდებოდეს ცეცხლსროლი იარაღიდან გასროლას და მისგან შეიძლება გქონდეს მიღებული მასა ჭრილობა და ეს უნდა დაადგინოს ექსპერტიზამ. ოჯახს უდო რომ დარჩენილი იყო კლინიკაში თამარ მიქელაძე და ამას აქვე ჩატარებოდა ექსპერტიზა, მათ შორის ოჯახის მოთხოვნით, მაგრამ
გაურკვეველი დარჩა საბოლოო ჯამში ადმინისტრაციის პოზიცია, რატომ შეიძლება და ვერ მიიღო მასის მომსახურება ადგილზე, ასევე ამ დრომდე დაწყებული არ არის გამოძიება ამ შემთხვევაზე, ანუ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს არაერთი პირი, მაგრამ ქალბატონმა თავად მიქელაძე ამ სპეცოპერაციის დროს როგორ და რატომ მიიღო ეს დაზიანება ფეხის არეში, ამ შემთხვევაზე თავად გამოძიება დაწყებული არ არის და თავისთავად არც ექსპერტიზა არ არის დანიშნული. ოჯახი აპირებს, რომ თავისი ძალებით მიმართოს ექსპერტიზას და დაადასტუროს ეს სიმართლე, რასაც ამბობს თავად მიქელაძე, რომ ის სწორედ გასროლის შედეგად მიიღო ის ჭრილობა ფეხის არეში, ის დღეს დილის საათებში შემოიყვანეს და რამდენიმე წუთის წინ გაწერეს კლინიკა ბაუდან. ეხლა ოჯახი აცხადებს, რომ ისინი გადავლენ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან, სადაც აპირებენ, რომ გამართონ აქცია იმ მოთხოვნით, რომ ჩატარდეს გამოძიება, დაიწყოს გამოძიება, რომელიც დაადგენს გუშინ სპეცოპერაციის დროს რა მოხდა ხელვაჩაურს დაშავდა ქალი, რომელიც გადმოიყვანეს კლინიკაში და რამდენიმე წუთის წინ მან დატოვა კლინიკა ბაუ. ასევე დაშავებულის ოჯახის მოთხოვნაა, რომ ჩატარდეს ექსპერტიზა დაშავებულს და დადგინდეს სინამდვილე. ასეთი იყო ბათუმელების პირდაპირი ჩართვა ამ დროისთვის. ესწრებთ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები.gr-დან, net-gazeti G, რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. ჩვენ აუცილებლად მივედევნებთ თვალს ამ შემთხვევას და მოგყვებით სიახლეების შესახებ. ალბათ ყურადღებისთვის დროებით.